სამყარო ძალიან დიდია. შესაძლებლობები ფაქტობრივად უსაზღვრო. და თუნდაც ამ წამს შენს გვერდითა ოთახში შესაძლოა ძალიან საინტერესო ამბები ტრიალებდეს. არსებობს ხალხი, ვინც ამ ყველაფერში პირდაპირ მონაწილეობს და უბრალოდ ისე მოხდა, რომ შენ ჯერ მათ არ იცნობ. მე ესმავარ და ჩემი მთავარი მიზანია ყველაფერი საინტერესო, რაც შენამდე ჯერ არ მოსულა, განვიხილო და ახალი შესაძლებლობები დაგანახო. ამას კი მხოლოდ მაშინ მოვახერხებ, თუ მზად იქნები შენი ხმა ყველას გავაგონოთ. მოკლედ, შემოგვიერთდი და ერთად გავიხედოთ ჰორიზონტს მიღმა. მოგესალმებით, რადიო ჩემი ხმა კვლავ პირდაპირ ეთერშია, გადაცემით ჰორიზონტს მიღმა გიბრუნდებით, ყოველ პარასკევს მე ესმა გუმბერიძე ვარ. გადაცემის პირველ ნაწილში სტუმრად გვეყოლება მარიამ თოქჩიშვილი, რომელიც ისაუბრებს და რომელიც არის ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის მიმართულების კურსდამთავრებულთა ქსელის წევრი, ხოლო გადაცემის მეორე ნახევარში უკვე ვისაუბრებთ Talented Generation, ანუ ნიჭიერი თაობა აი ამ ორგანიზაციის დამფუძნებლებთან, კახა ნოზაძესთან, ნინო ბერიძესთან და დიანა ქამატაძესთან ერთად, რომლებიც ამ ინიციატივას გაგვაცნობენ. მოგესალმებით, მარიამით მინდა დავიწყო და EU for Youth Alumni Network, ანუ აი ამ ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის კურსდამთავრებულთა ქსელით. მარიამ, თუ შეგიძლია ამ ქსელის შექმნის მოკლე ისტორია რო გვითხრა და რა მიზნებს ემსახურება ეს ქსელი? გამარჯობა ესმა, პირველ რიგში მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. პატივია ჩემთვის რომ ვისაუბრო ამ ქსელის შესახებ, მით უმეტეს შენს გადაცემაში, იმიტომ რომ შენც ძალიან დიდი წვლილი გაქვს ამ ქსელის აქტიურად მუშაობის პროცესში. ქსელის შექმნის იდეა, როგორც თავად ქსელის შექმნელებისგან მოვისმინეთ, ქსელის პრეზენტაციის დროს იყო ის, რომ ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ მიიღო სხვადასხვა შესაძლებლობაში მონაწილეობა ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული, ეს იქნებოდა საგანმანათლებლო შესაძლებლობები თუ სხვადასხვა საკითხის შესახებ არსებული ტრენინგ კურსი, გადამზადების პროგრამები. სხვადასხვა ინიციატივა, მათ შორის როგორც არის ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივა, რომლის წევრიც ასევე ვარ, რომ აი ეს ადამიანები, რომლებმაც ყველა ამ ევროკავშირის სხვადასხვა შესაძლებლობებით ისარგებლა, ერთმანეთთან დაეკავშირებინა და მათ უკვე დაეწყოთ კიდევ უფრო აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ თქვათ ეს თანატოლ განმანათლებლობითი საქმიანობა გაეგრძელებინათ და ის, რაც თავად მიიღეს ერთ დროს ევროკავშირისგან, სხვა ახალგაზრდებისთვისაც მიეტანათ, ანუ ინფორმაცია ამ შესაძლებლობების შესახებ და ერთგვარად საკუთარი ცოდნაც გაეზიარებინათ მათთვის. და აი ზუსტად აი ამ იდეით დაიწყო ქსელმა მუშაობა და გააერთიანა აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანა და რაც ყველაზე საინტერესოა პლუს რუსეთი. ანუ უნდა აღინიშნოს, რომ ქსელში არის ამჟამად 70-მდე ახალგაზრდა ჩართული, იმიტომ რომ ეს ინიციატივა თითოეული ქვეყნიდან 10 ახალგაზრდის შერჩევას ითვალისწინებდა. და მათ შორის რუსეთიდანაც 10 ახალგაზრდა და შეხვედრებით თქვათ ორი ნაწილად იყო გაყოფილი ენის ბარიერიდან გამომდინარე, მათ შორის ერთი ნაწილი ჩატარდა საქართველოში, სადაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნები პლუს რუსეთი იყო წარმოდგენილი, ანუ საქართველოს, სამხრეთი აზერბაიჯანი და რუსეთის ჯგუფი და ასე ვთქვათ, ქსელის ფორმირების და აი ამ 70 ახალგაზრდის შერჩევის შემდეგ იყო უკვე ინტენსიური ტრენინგები, ორ ნაწილად გაყოფილი, როგორც აღნიშნე ამ ახალგაზრდებისთვის. ეს იყო 7 დღიანი ტრენინგი, სადაც ახალგაზრდული მუშაობის შესავალი კურსი შეიძლება დავარქვათ ამას, იმიტომ რომ აი ამ შეხვედრაზე განვიხილავდით, როგორ შეიძლება ვიმუშაოთ ახალგაზრდების სხვადასხვა ჯგუფთან, რა სტრატეგიები, მეთოდები შეიძლება გამოვიყენოთ. და იყო ინტერაქტიული პროცესი, ერთმანეთს უზიარებდით როგორც საკუთარ გამოცდილებას, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ტრენერები, თქვათ, გვიზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას, რაც ახალგაზრდული მუშაობის კუთხით აქვთ მათ დაგროვილი და რაც შეიძლება რომ მე ჩვენ გამოვიყენოთ. განსხვავება მაგალითად იგივე ახალგაზრდა ევროპელი ელჩთა ინიციატივას შორის და სხვა ბევრი ინიციატივას და აი ამ ქსელს შორის პირველი ესეთი ყველაზე მთავარი და ხაზგასასმელი ის არის, რომ ძალიან ხშირად სხვადასხვა პროექტები ითვალისწინებს და იძლევა შესაძლებლობას, რომ ერთხელ ჩავიდეთ და შევხვდეთ თქვათ ამა თუ იმ რეგიონში ახალგაზრდებს და გავაცნოთ რაღაც ინფორმაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მეტმა ადამიანმა გაიგოს. მაგრამ ეს ქსელი დაფუძნებულია იმაზე, რომ უკვე უფრო ხანგრძლივად ვიმუშაოთ, შეიძლება უფრო ნაკლებ ადამიანთან, თქვათ თითო
დაახლოებით ქსელის თითო წევრმა რომ იმუშაოს 10 ადამიანთან, თუმცა უფრო სიღრმისეულად მათთან ჩაატაროს რამდენიმე შეხვედრა და არაერთი და რა თქმა უნდა პანდემიიდან გამომდინარე ამ ყველაფერმა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ გადმოინაცვლა ონლაინ რეჟიმში და მოგვიწია გარკვეულწილად გადაწყობა. მარიამ, ჩვენ ყველას უნდა შეგვერჩია ჩვენი სამიზნე ჯგუფი, ანუ ის ახალგაზრდები, რომლებთანაც ვიმუშავებდით რაღაც პრინციპით. შენი სამიზნე ჯგუფი ვინ არიან, რომ მოგვიტყვე უფრო მეტი მათზე? კი, ესმა, მოკლედ ვიტყვი მასაც სამიზნე ჯგუფის შერჩევასთან დაკავშირებით, ანუ პროცესი როგორ გაგრძელდა თქვათ ამ შეხვედრების შემდეგ. ქსელი ითვალისწინებდა იმას, რომ თითოეულ ქვეყანაში თითოეულ ჯგუფს ყოლოდა მენტორი, რომელსაც ერთგვარად პროცესების კოორდინირება უნდა მოეხდინა და მენტორთან და ჯგუფთან მუშაობის შედეგად თითოეულმა ახალგაზრდამ, ანუ ქსელის წევრმა ახალგაზრდამ საქართველოდან და სხვა ქვეყნებშიც შეარჩიეს საკუთარი სამიზნე ჯგუფი, მათ შორის მეც შევარჩიეს საკუთარი სამიზნე ჯგუფი, იქიდან გამომდინარე, რომ მე გორში ვსწავლობდი და ეხლაც გორიდან გერთობით პრინციპში და ძალიან დიდ დროს ვატარებ, თქვათ, იმის თანაბარ დროს, რასაც თბილისში უთმობდი, თუნდაც ბაკალავრის ეტაპზე ავლის დროს არასდროს თქვათ არ მიმიტოვებია ჩემი ქალაქი და ვცდილობ რომ ყველა შესაძლებლობა რაც კი საშუალებას მომცემს რომ გორში რაღაც კარგი გაკეთდეს, წამოვიღო აქ და აქ გაკეთდეს და მათ შორის ქსელისთვისაც სამიზნე ჯგუფად ჩავარჩია ახალგაზრდები. სხვათა შორის ეს სამიზნე ჯგუფი რამდენჯერმე შევცვალე, თავიდან იქიდან გამომდინარე რომ მე ბექგრაუნდი მაქვს დიდი ქალებთან და ახალგაზრდა გოგოებთან მუშაობის, ვფიქრობდი რომ აქეთ წავსულიყავი ისევ, მაგრამ რადგან თქვათ სხვა ორგანიზაციის ფარგლებში მე მქონდა შესაძლებლობა რომ ამ ჯგუფთან გარკვეულ პროექტებზე მემუშავა, გადავწყვიტე რომ რაღაც ახალი ჯგუფი გავიცნო, მოდი და დავინახო თქვათ იქ რა საჭიროებები არსებობს. ამიტომ გადავწყვიტე რომ ამიღო ახალგაზრდა ხელოვნების ჯგუფი, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში მათ გაუჭირდათ მუშაობა, მათ შორის ისეთი თქვათ ეს ხელოვნები აერთიანებს ახალგაზრდათა იმ ჯგუფს, რომლებიც დევნილთა ჩასახლებებში ცხოვრობენ, ან ცხოვრობენ სოფლად და არ აქვთ თქვათ ან კარგი კავშირი, უწყვეტი კავშირი ინტერნეტის საშუალებას არ აძლევთ, რომ თქვათ ონლაინ აქტივობებში ისე აქტიურად ჩაებან. რა მიმართულებით, რა საქმიანობით? ესენი არის განსხვავებული ჯგუფი არის, მათ შორის დიდი რაოდენობა არის ფოტოგრაფით დაინტერესებული ახალგაზრდები, ასევე მხატვრები და ხო, ძირითადად ეს ორი მიმართულება არის, მე მგონი, რაც ამჟამად არის ჯგუფში. თუმცა ეს ჯგუფის ფორმირების პროცესი ჩემ შემთხვევაში ჯერ კიდე არ დასრულებულა, ანუ პანდემიიდან გამომდინარე აქტივობებმა გადაიწია გარკვეულწილად და ქსელმა სულ ახლახან დაიწყო ისევ აქტიურ ფაზაში მუშაობა ონლაინ და ვფიქრობ, რომ ჯგუფის საბოლოო ეტაპზე ფორმირების შემდეგ კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ჯგუფი შეიკრება. და აქვე მინდა აღნიშნო, რომ ზუსტად შესაძლებლობა გვაქვს სხვადასხვა ახალგაზრდები მოგვისმენენ და შეგვეძლება, რომ ანუ ერთი კითხვა ყოველთვის რაც მე მაგ ორგანიზაციებთან დაკავშირებით ის არის, რომ როგორ შეიძლება ჩაერთოს ახალგაზრდა ამა თუ იმ ინიციატივაში და ესე იგი შენ ჯერ კიდევ შენთან ჩართვა შესაძლებელი არის გორელი ახალგაზრდებისთვის. და ჩემი მხრიდან მეც ვიტყვი, რომ ჩვენს ვაგროვებთ კი არა და უკვე გარკვეული ერთი შეხვედრა უკვე ჩავატარეთ, თუმცა ჯერ კიდევ ვიღებთ შშმ ახალგაზრდებს, ეს არის ჩემი ჯგუფი, რომელთანაც ვაპირებ მე და კიდევ ერთი ადამიანი მუშაობას და ასე რომ ვინც მოგვისმენთ შშმ ახალგაზრდები, დიდი იმედი მაქვს, რომ ასევე შემოგვიერთდებით. მარიამ, აქამდე რა გააკეთეთ უკვე ჯგუფის აი ამ თქვენ სამიზნე ჯგუფთან, ან რას გეგმავთ რომ გააკეთოთ? კი, ნამდვილად საინტერესო კითხვა, იმიტომ რომ ალბათ ვინც მოისმენს, შეიძლება კიდევ უფრო მეტად დაინტერესდეს და ახალი, თქვათ, წევრებით შემოგვიერთდნენ ამ პროცესში. რაც გავაკეთეთ, ეს არის რაც გავაკეთე ამ შემთხვევაში მე, იმიტომ რომ ამ რეგიონში მარტო მუშაობ, ეს არის ჯგუფის წევრების გარკვეული ნაწილთან, თქვათ, კონტაქტი შევძელი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჯგუფი არ იყო ჩემთვის აქამდე ესე ფართოდ ნაცნობი. ჯგუფის, თქვათ, გარკვეული წევრები მყავს უკვე მობილიზებული და ახლა ვართ იმ ეტაპზე, რომ დავგეგმოთ სწორედ შემდეგი აქტივობები. რასაც გეგმავ, იქიდან გამომდინარე, რომ ჯგუფი იმ პრინციპით და ქსელი იმ პრინციპით მუშაობს, რომ არა ჩვენ შევთავაზოთ ახალგაზრდებს პირდაპირ გარკვეული ტიპის აქტივობა, არამედ მოვისმინოთ ჯერ მათი საჭიროებები და ამის მიხედვით დავგეგმოთ აქტივობები. ესე განსაზღვრული აქტივობები არ გვაქვს ჯერ
დაგეგმილი, თუმცა რაც ზუსტად ვიცით, ეს იქნება რამდენიმე შეხვედრა, სადაც სწორედ აი ამ ჯგუფის მუშაობის სპეციფიკას გავიცნობთ, მოვისმენთ მათ საჭიროებებს და შემდეგ გვაქვს ჩვენ გარკვეული ფინანსური რესურსი, რომლის საშუალებითაც ჯგუფის საჭიროებიდან გამომდინარევე შეიძლება რომ რამდენიმე აქტივობა გავაკეთოთ რეგიონში. და ხო, ეს აქტივობები პრინციპში წინასწარ რთული სათქმელი არის, იმიტომ რომ სწორედ ჯგუფის საჭიროებებიდან გამომდინარე დაიგეგმება და ამ კუთხითაც არის თქვათ ეს პროგრამა საინტერესო ახალგაზრდებისთვის. მარი, ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები ჩვენს ინიციატივას და შენ კონკრეტულად შენს ჯგუფთან მუშაობაში. იმიტომ რომ ზუსტად ეს არის რომ მნიშვნელოვანია რომ ადამიანებს დაეხმაროთ რომ ზუსტად გაარკვიონ ის თუ რა ჭირდებათ, რა აინტერესებთ და ეს არის გარკვეულწილად ჩვენი შემდეგი სტუმრების თემაც, იმიტომ რომ ორგანიზაცია ნიჭიერი თაობა მუშაობს ზუსტად კარიერულ დაგეგმვაზეც მათ შორის და პირველ რიგში მინდა ვკითხო კახა ნოზაძეს, რომ გვითხრას ამ ორგანიზაციის შესახებ და უკვე შემდეგ პროფესიის არჩევის თემებზეც ვისაუბრებთ. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა რომ მოგვიწვიეთ რადიოში. მე ვარ ორგანიზაცია Talented Generation არის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი. ჩვენი ორგანიზაცია უკვე შექმნილია 5 თვე, 6 თვე დაიწყო უბრალოდ რაც ასე ვთქვათ, ძალიან წარმატებულად მოღვაწეობთ. ორგანიზაციაში ჯამში ვართ 25 ადამიანი. და ამ თანამშრომელთა სიმრავლემ გამოიწვია ის, რომ ჩვენ გავხსენით ფილიალი აჭარაში. სწორედ აქ გვესწრება აჭარის ფილიალის ერთ-ერთი მმართველი ნინო ბერიძე და შემდგომ ალბათ ისიც ისაუბრებს ამაზე. ორი ფილიალი უმუშაობთ იმ საკითხზე, რომ უფრო მეტი ახალგაზრდა იყოს ინფორმირებული შემდეგი თემების მიმართ და სწორედ ესაა ჩვენი ორგანიზაციის თავარი თემა და უმუშაობთ ამაზე, ესენია ახალგაზრდობა, ეკოლოგია, კულტურა და კონფლიქტები და შიგადაში გვაქვს ხოლმე თემები შერეული, ეს არის მედია წიგნერება და კიბერუსაფრთხოება. საკმაოდ მრავალფეროვანი თემატიკაა, თქვენ ჯერ მხოლოდ ონლაინ მუშაობთ, ხომ? რადგან ახალი შექმნილი ხართ, პრინციპში პანდემიის პერიოდში მოგიწიათ შექმნა და ყველაფერს ონლაინ აკეთებთ. დიახ, ჩვენი ორგანიზაცია დაარსდა ზუსტად პანდემიის პერიოდში, რის გამოც ხდება ისე, რომ ჩვენ ჯერჯერობით ონლაინ ხვდებით ერთმანეთს, ონლაინ იმართება ეს ორგანიზაცია, მაგრამ ვართ ფართის ძიებაში, სადაც პანდემიის დასასრულს, სადღაც გაზაფხულისთვის უკვე იქიდან უმართავთ ჩვენს ორგანიზაციას. რეგიონების მიხედვით გაქვთ დაყოფილი თუ პრინციპში მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობთ, რადგანაც ონლაინ ატარებთ მაინც? კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობთ. ორგანიზაციის თანამშრომელი ზოგი არის აჭარიდან, მე პირადად ვარ შიდა ქართლიდან, აჭარიდან, ახალქალაქიდან და ასე შემდეგ. ასე ვთქვათ, მთლიანი საქართველო გვაქვს მოცული, მაგრამ გაზაფხულიდან ვაპირებთ, რომ მთავარი ფილიალი იყოს ქალაქ გორში, სადაც გავხსნით ჩვენს ოფისს. ფიზიკურად ოფისის გახსნასაც აპირებთ. ნინო, მე მინდა თქვენთან გადავიდე, აი საინტერესოა, რომ აი მიუხედავად იმისა, რომ სამივენი სკოლის მოსწავლეები ხართ, როგორღაც მოახერხეთ და ერთმანეთი გაიცანით და შეკავშირდით. აი ძალიან მაინტერესებს თუ შეგიძლიათ რომ მაყურებელსაც ეს მოუყვეთ. როგორ შეიკრა ეს გუნდი? პირველ რიგში მოგესალმებით. როგორც კახამ აღნიშნა, ჯერ ჩვენ ონლაინ მუშაობთ და ერთმანეთი გავიცანით ერთ-ერთ პროექტში, თავიდან Talented Generation-ი არ ერქვა ამ ორგანიზაციას, უბრალოდ პროექტი იყო და ეს იდეა წამოვიდა ჩვენიდან, რომ რა ცოდნაც მივიღეთ, იცოდნა გაგვეზიარებია სხვებისთვის. ონლაინ ჯერ ვაპირებით, რომ ჩვენ სკოლებში გაგვეცელებინა ინფორმაცია, მაგალითად მედია წიგნერების შესახებ, ბულინგის შესახებ და ასე შემდეგ. მაგრამ ისე მოხდა, რომ ასე პანდემიის გამო მოგვიწია ონლაინ მუშაობა და გავერთიანდით. ჩამოვაყალიბეთ ეს ჩვენი ორგანიზაცია, რომელიც კახამ აღნიშნა 5 თვეა მუშაობს და ვაზიარებთ ჩვენს ცოდნას, რასაც მივიღებთ. ჩვენს მოსწავლეები ვართ და ვესწრებით სხვადასხვა ტრენინგებს, რასაც მივიღებთ ცოდნას, იმას უზიარებთ სხვებს. აი კონფლიქტებზე რა კუთხით მუშაობთ?
როგორც გნიშნეთ კონფლიქტებზე საქართველოს და აფხაზეთი ჩვენი ნაწილი ძალიან დიდი ხანია კონფლიქტია ამ თემასთან გვქონდა ჩვენ პროექტით ჩატარებული მოვიწვიეთ აფხაზი მეგობრები ჩვენი ყავდა ტრენერები და ვატარებდით ამ ხრივ ტრენინგებს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი და დავიბრუნებთ თუ არა ამ ჩვენს ტერიტორიას ქონდა ასეთი დისკუსიები, დიალოგები, მგონი შეგიძლია გამოიღო ახალგაზრდებში, მას შემდგომ ჩვენი მონაწილეებიდან კიდე ძალიან ბევრი ტრენინგი ვნახე, რომელიც ატარებდნენ ამ თემაზე. მუშაობთ, რომ ეს კონფლიქტი არ გაგრძელდეს ჩვენთან, ახალგაზრდებში აღარ გაგრძელდეს ეს კამათი. და როგორ ფიქრობ, რა არის მნიშვნელოვანი? ჯერ რა კამათი არის ახალგაზრდებში დღეს ამ კუთხით და როგორ ფიქრობ, როგორ უნდა გადაიჭრას ეს კამათი? ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები, არის ასეთი მოსაზრებები, რომ ის რუსეთს ეკუთვნის, ის არ არის ჩვენი ნაწილი, მოსაზრებები რასაც არის, მაგრამ ახალგაზრდებმა იმდენი უნდა ვეცადეთ, რომ მეგობრობა და ის ერთად ჩამოაყალიბოთ და ხელახლა აღვადგინოთ ის ბზარები, რაც მაშინ გაჩნდა ადრე და უნდა ვეცადოთ ასე ეს ონლაინ სივრცეც გვეხმარება, რომ უფრო მეტი მეგობარი გავიჩინოთ და უფრო მეტად დაუახლოვდეთ ჩვენ აფხაზ მეგობრებს. ხო, რომ აღდგეს აფხაზურ საზოგადოებასთან გარკვეული კონტაქტები. აი ტრენერების საინტერესოა, მე დიანასთანაც მინდა გადავიდე ამ კითხვით. როგორ ეძიებთ მაგალითად ტრენერებს, მოხსენებლებს თუ თქვენ თვითონ ხართ ხოლმე? ამაზე მე ვისაუბრებ. ტრენერები, არა მარტო ტრენერები, არამედ სხვა თანამდებობის პირები შემოყავს შემდეგი გასაუბრებების შემდეგ. როდესაც ჩვენ ვესაუბრებით თვითოულ ადამიანს, აუცილებელია ამ ადამიანებს ახასიათებდეს იყოს კომუნიკაბელური და რაღაც იმ დონეზე იყოს მისული, რომ ესმოდეს ყველა ის თემა და შეეძლოს ამ თემებზე მუშაობა, რომელზეც მუშაობს ჩვენი ორგანიზაცია. ასევე არ უჭირდება calls საჯაროდ აცხადებთ აპლიკაციების მიღებას თუ როგორ შეიძლება თქვენთან ჩართვა, როგორც მონაწილის, ასევე ტრენერის ფორმატში მაგალითად. ჩვენ ორ თვეში ერთხელ უკვე ვაცხადებთ calls, მიღებას სარეგისტრაციო ფორუმით, სადაც რამოდენიმე კითხვა დასმული თუ რატომ სურს რომ მოხდეს ორგანიზაციაში, რაც ცოდნა აქვს, არის თუ არა ეს კომუნიკაბელური ადამიანი და შეუძლია თუ არა პირველ რიგში ახალგაზრდებთან მუშაობა. არა მარტო ახალგაზრდებთან, ასე რომ ვთქვათ, არ უნდა იბნეოდეს ის სახალხო გამოსვლებზე და სანამ შემოვა ეს ადამიანი ჩვენს ორგანიზაციაში, გადის სპეციალურ გადამზადების კურსებს, სადაც გაივლის და კიდევ ერთხელ აითვისებს იმ ყველა თემას, რაზეც ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს. და ერთ-ერთი თემა ზუსტად თავიდან რაც ვთქვით ხო, საკუთარი თავის პოვნა, ძალიან დაკავშირებულია ამ თემასთან, კარიერული განვითარება და პროფესიის შერჩევა. ამ კითხვით დიანასთან მინდა რომ გადავიდე. უკვე როგორც ვიცით, თქვენი ორგანიზაცია ამ მიმართულებითაც მუშაობს. რა გამოწვევებს გადააწყდით? რას ხედავთ, რატომ უჭირთ ახალგაზრდებს პროფესიის შერჩევა და რა დაეხმარებათ ამაში? და რაც შეეხება თემას, რამ გამოწვევებს გადავაწყდით პროფესიის არჩევაში. პირველ რიგში პროფესიის არჩევა პიროვნების კარიერის დაგეგმის პირველი საფეხურია. და როდესაც ახალგაზრდები ირჩევენ პროფესიას, მათთან არის ასეთი გამოწვევები და ასე ვთქვათ, შეფერხებები და პროფესიის არჩევაში ხშირად ხელს უშლიან მშობლები ან ახლობლების რჩევა, ისეთი რჩევას ურჩევენ, ისეთ პროფესიას ურჩევენ, რომლებიც თანაც მათ უნარი არ აქვთ, ფიზიკური უნარი შესაძლებელი, ასევე გონებრივი უნარი. ასევე არის ზოგი ფიქრობს, რომ მოდური პროფესიის არჩევა, მინდა რომ ჩემი პროფესია იყოს მოდური. ამ შემთხვევაში არც ერთი არ არის მიზანშეწონილი, რომ არც ახლობლების რჩევა და ეს არის ყველაზე ურთულეს შემთხვევებში პროფესიის რჩევა კი არა, უბრალოდ იტყვის, რომ უნდა გამოხვიდე მასწავლებელი და ის უნდა გამოვიდეს აუცილებლად მასწავლებელი. დიანა, რას გულისხმობთ ფიზიკურად, შეიძლება ფიზიკურად არ შეეძლოს იმ რაღაცის კეთება, რასაც მაგალითად ოჯახის წევრები რა კუთხითაც წასვლას ურჩევენ. მაგალითი რომ მოგვიყვანოთ.
მაგალითად არის უნდა ჯარში აურჩევენ რომ წავიდეს ჯარში. მაგრამ არ აქვს უბრალოდ იმდენი გამძლეობა არ აქვს სირბილისა ან უბრალოდ ვერ შეძლებს იმდენს, რაც არის ჯარში საჭირო. ჯარში არის უამრავი უნარები საჭირო. სისწრაფე, დილაზე სწრაფად უნდა ადგე, რომ ჩაცმისთვის აქვს თუ არ ვთქვი მხოლოდ 5 წუთი. ასევე არის საინტერესო პროფესიები, როგორც მე აღვნიშნე, ყველა და პროფესიის არჩევის დროს უნდა ავაგოთ სამკუთხედი ჩვენს გონებაში, რომელიც დაგვეხმარება სწორი პროფესიის არჩევაში. ეს პროფესია არის ის პროფესიები უნდა შეუთავსოთ, ანუ პოპულარული პროფესია, რომელსაც აქვს დიდი ინიციატივა ამ შემთხვევაში საქართველოში. იმ პროფესიას უნდა შეუსაბამოთ ჩვენი უნარჩვევები. ალბათ მოთხოვნადობას გულისხმობ. და რა თქმა უნდა, მოთხოვნადი პროფესია ყოველთვის მოთხოვნად პროფესიას უნდა შეუსაბამოთ ჩვენი უნარჩვევები. მაგალითად, ადამიანს თუ აქვს მათემატიკის განხრით მიდრეკილება, შეუძლია იყოს ფინანსისტი ან ბუღალტერი და ასე შემდეგ. ანუ მაგალითად მე ბიოლოგიის განხრით არ მაქვს არანაირი უნარი, მაგრამ მინდა სამედიცინოზე ჩაბარება, ეს უბრალოდ გამორიცხულია. და ასევე არსებობს მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით გამოყოფენ 4 კარგი გადაწყვეტილების მიღების 4 მთავარ საფეხურს. ესენი არის არსებული ალტერნატივის განხილვა, რა ალტერნატივა, რა უნარის შეღწევს შენ. შემდეგ შედეგები თუ და ამათი გადამოწმება, თუ რა მე შემწევს ამის უნარი და რამდენად პოპულარული და მოთხოვნადია ეს პროფესია. და ასევე დაგეგმა. დაგეგმვის დროს უნდა დავგეგოთ მხოლოდ ერთი პროფესია და არა 3 ან 2 ერთად, რადგან როგორც არის თქვამი ორი კურდღის დევარი ვერსას ვერ დაიჭერს. ნამდვილად ესე არის. მადლობა დიანა ამ რჩევების ასე ვთქვათ გაზიარებისთვის. ჩვენ ბევრი ახალგაზრდა გვისმენს და გვიყურებს და ამიტომ ამ გათვლით ვცდილობ რომ დავსახომი კითხვები ჩართულობასთან, სამომავლო გეგმებთან, რესურსებთან დაკავშირებით და ასევე რჩევებიც ძალიან სასარგებლო იქნება ამ ადამიანებისთვის დარწმუნებული ვარ. ისევ კახასთან მინდა გადავიდე. თქვენ რესურსების მოძიებაზე რომ მითხრათ, როგორ ეძებთ მაგალითად აი ფართი ანუ ადგილი ახსენეთ რომ ოფისის გახსნას აპირებთ, ახსენეთ რომ Zoom-ით თქვათ ტრენინგებს ატარებთ. რამე ფინანსურ დახმარებას თუ ხარდაჭერას იღებთ, დონორები გყავთ თუ სკოლის თვითმმართველობები თუ როგორ ეძებთ ამ ყველაფერს? ფინანსებს ვეძებით შემდეგი ხერხებით, ესე იგი ჩვენ მივმართეთ ერთ-ერთ ცნობილ ორგანიზაციას, რომელსაც ყველა ინდობა, მაგალითად ეს არის SAIAS ორგანიზაცია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომლის გარეთ პასუხისმგებლობით ორშაბათისთვის დაგვაფინანსებენ თუ არ დაგვაფინანსებენ. დაფინანსება გვჭირდება პირველ რიგში იმისთვის, რომ განვახორციელოთ უფრო ჩამოყალიბებული, უფრო მრავალფეროვანი პროექტი და რაც შეეხება ჩვენ გვაქვს ახლა მიმდინარეობს მისი ჩატარება უკვე და განხორციელება დეტექტიური თამაში შერლოკის, სადაც გამარჯვებულ გუნდს აუცილებლად უნდა აჩუქო რაღაც, უნდა დააჯილდო რაღაცით, რაც ფინანსებთანაა დაკავშირებული, საჩუქრების ყიდვა და ასევე მისი პოსტით გაგზავნა, დიპლომების ამობეჭდა და ასე შემდეგ, ასევე ჩარჩოში ჩასმა. დაფინანსება ჯერჯერობით არ გვაქვს, პასუხს ველოდებით ჩვენ ორშაბათისთვის SAIAS ორგანიზაციიდან და ამასთანავე ჩვენ Zoom-ის ლინკს თუ გვაქვს ისეთ შეხვედრა, რომელიც გაგრძელდება 40 წუთზე მეტხანს და არ უნდა გაგვეთიშოს ჩვენ არანაირად რომ ჩაგვივარდება ამ ტრენინგის მიმდინარეობა, ვყიდულობთ ჩვენ Zoom-ის ლინკს, მაგრამ ესეთ ჩვენი ფინანსებიდან გამომდინარე, ჩვენ ფინანსებით ვაკეთებთ ამ ყველაფერს, რომ ვიყიდოთ ის თუნდაც ის Zoom-ის ლინკი, მაგალითად შერლოკის გამარჯვებულ გუნდს ვყიდოთ საჩუქრები, გავგზავნოთ ეს ყველაფერი პოსტით და სრულიად უფასოდ და მოუწიოთ მათ თანხის გადახდა და ასე შემდეგ. შერლოკი ალბათ საგამოძიებო მოდელირება იყო. რას იძიებდნენ? ანუ შერლოკი ჯერჯერობით კიდევ მიმდინარეობს, ის მთავრდება 24 დეკემბერს და შემდეგი სახისა ადამიანები იყოფიან გუნდებად, დაყოფილია და თითოეულ გუნდში არის 5 ადამიანი და მათი გამოწვევები არის შემდეგში. ყოველ 5 დღეში ერთხელ იხსნება ბონუს დავალებები მათთვის,
შევქმენით Sherlock-ის ვებსაიტი, ინტერნეტ პლატფორმა, სადაც იტვირთება მათი ბონუსტავალებები და მოიპოვებენ დამატებით ვარსკვლავებს. ამასთანავე მოქალაქე სამართალდამცავები ეხმარებიან ცნობილ გამომძიებელ Sherlock-ს, რომ გახსნას ის იდუმალებით მოცული თუ დაწვრილება თუნდაც ძარცვა და მივიდნენ იქამდე, რომ დააკავონ მაგალითად დამნაშავე, მკვლელი და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, ამის განხორციელებაში ჩვენ გვჭირდება ფინანსები და ესეც ამასაც ჩვენი ხარჯებით ვაკეთებთ და ასევე ფინანსები გვჭირდება თუნდაც იმ ფართის მოსაძიებლად, თუნდაც იმ ფართის მაგალითად ქირის გადასახდელად და ასე შემდეგ. სამომავლო გეგმებზეც რო გითხრათ, თუ შეგიძლიათ თქვენი ორგანიზაციის. კი, ჩვენი სამომავლო გეგმები მკვეთრად შეიძლება თუ ორშაბათს მოგვივა პასუხი და დავფინანსებით საიას ორგანიზაციიდან, მოთხოვნა უკვე გაგზავნილი მაქვს. ჩვენი სამომავლო გეგმა არის, რომ უფრო მრავალფეროვანი ტრენინგები, უფრო მრავალფეროვანი უფასო კურსები ჩავატაროთ მოზარდებისთვის, რომ უფრო მეტი მოვუყვეთ ეკოლოგიურ საკითხებზე, მაგალითად კულტურაზე და ასე შემდეგ. ასევე ჩვენ პანდემიის შემდეგ ვაპირებთ ოფლაინ რეჟიმზე გადასვლას, ოფლაინ ეკოლოგიურ საკითხებზე, მაგალითად რაიმე ადგილის დასუფთავება, ფოტოების ატვირთვა და ასე შემდეგ. ამასთანავე ჩვენ სამომავლო გეგმა, რომ გავაკეთოთ ისეთი პროექტი, რომელსაც დავაინტერესებთ მთელს საქართველოს მოზარდებს და ამის თემა იქნება, რა თქმა უნდა, ბულინგი, რომელიც დღესდღეობით ძალიან გავრცელებული თემაა და არც თუ ისე მეტი ადამიანია ამაზე ცნობიერი და ამაზეც რა თქმა უნდა გვჭირდება ჩვენ ფინანსები და ამასთანავე ეს პროექტი, რომელსაც ჩვენ გვეგმავთ სამომავლოდ, იქნება უკვე ფასიანი, რადგან გვეყოლება ტრენერები, რომელსაც უნდა გადავუხადოთ შესაბამისად ანაზღაურება, სხვადასხვა სამართალდამცავები და ასე შემდეგ. ეს ფინანსები ასევე დაგვეხმარება ისევ ამ ჩვენი ორგანიზაციის განვითარებაში. ძალიან საინტერესო არის ეს თქვენი გამოცდილება და სამომავლოდ მართლა გისურვებთ დაფინანსების მოპოვებასაც მათ შორის და გარემოს დაცვით ღონისძიებებში მართლაც პრინციპში პანდემიის დასრულებამდე შესაძლებელია არის გარკვეულწილად რომ ჩაერთოთ, არ მოითხოვს ეს დახურულ სივრცეში ყოფნას, მაგრამ ამანამდე კი გისურვებ ყველას, რომ პანდემია და შეზღუდვები მალე დამთავრდეს და გაიხსნას. ჩვენი გადაცემა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. ახლა თითოეულ თქვენგანს მინდა ვთხოვო, რომ ერთი წინადადებით გვითხრას თუ რა არის თქვენი აზრით ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი. კი, ახალგაზრდებისთვის დღეს საქართველოში მნიშვნელოვანია როგორც არაფორმალური განათლების მიღება, ისე სხვა განათლება არის არაფორმალური განათლება, რომელსაც ვერ იღებენ სკოლაში. მეც მოსწავლე ვარ და ძალიან ბევრი რამე გავიგე ასეთი ონლაინ ტრენინგებით, არაფორმალური განათლებით, ვიდრე სკოლაში. სკოლაში ვსწავლობთ ზოგადად მხოლოდ საგნობრივ ხრივ, მაგრამ ასე არაფორმალური განათლებით სხვა საკითხებსაც ვეხებით. კახა, თქვენ თუ შეიძლება. ესე იგი, როგორც ნინომ აღნიშნა, აუცილებელია ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლება, რადგან სკოლაში იმ ცოდნას ვერ იღებენ, რასაც მიიღებენ არაფორმალური განათლებით. ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვეცდებით და აუცილებელია ჩატარდეს მოზარდებისთვის უფრო სხვადასხვა თემებზე, რაც მაგალითად აუცილებელია რომ იცოდეს მოზარდობა და გათვითცნობიერდეს ამ საკითხში, ჩატარდეს უფასო ტრენინგები ვამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ ხშირად ხდება ტრენინგი, ძალიან დაგვაინტერესა, მაგრამ არის ფასიანი, ადევს რაღაც ძალიან დიდი თანხა და მოზარდები ვერ ერთვებიან ამ ტრენინგებზე და რჩებიან ისე, ამიტომ აუცილებელია მოზარდებისთვის ჩატარდეს უფასო ტრენინგ კურსები. დიანა, თუ დაგვიბრუნდით, თქვენი აზრით ძალიან გვაინტერესებს ამ თემაზე. ჩემი აზრით, ახალგაზრდებისთვის დღესდღეობით საჭირო არის მხოლოდ განათლება საკმარისი არ არის. არის ასევე სხვადასხვა უნარები, მაგალითად, როგორც არის ჯგუფური სამუშაოების შესრულება, რომელსაც სკოლაში, ახლა სკოლაში ყავს მეგობრები და მათთან ერთად ვუმკლავდებით ყველა ჯგუფურ დავალებებს, მაგრამ ონლაინ სივრცეში ჯგუფური დავალებების შესრულება უფრო რთულია ვიდრე ოფლაინში. ამიტომაც ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ
ახალგაზრდებთან მივიტანოთ ის, რაც სკოლმათ ონლაინ სივრცეში არ აქვს და ეს არის არაფორმალური განათლება. ფორმალურ განათლებასთან ერთად ყოველთვის აუცილებელი არის არაფორმალური განათლება და ახალი გაზრდებისთვის დღესდღეობით ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა ნიჭიერი თაობის წარმომადგენლებს. ყველას წარმატებები მინდა ვუსურვო კიდევ ერთხელ, ხოლო მაყურებელს კი დავემშვიდობოთ ერთი კვირით დროებით. სამყარო ძალიან დიდია. შესაძლებლობები ფაქტობრივად უსაზღვრო. და თუნდაც ამ წამს შენს გვერდითა ოთახში შესაძლოა ძალიან საინტერესო ამბები ტრიალებდეს. არსებობს ხალხი, ვინც ამ ყველაფერში პირდაპირ მონაწილეობს და უბრალოდ ისე მოხდა, რომ შენ ჯერ მათ არ იცნობ. მე ესმავარ და ჩემი მთავარი მიზანია ყველაფერის საინტერესო, რაც შენამდე ჯერ არ მოსულა, განვიხილო და ახალი შესაძლებლობები დაგანახო. ამას კი მხოლოდ მაშინ მოვახერხებ, თუ მზად იქნები შენი ხმა ყველას გავაგონოთ. მოკლედ, შემოგვიერთდი და ერთად გავიხედოთ ჰორიზონტს მიღმა.